ეს ბავშვი საიდან გაჩნდა ვისია? აქ რას აკეთებს? ანუ რაც გავიგე სიმართლეა რა ბავშვი? ხო, ბავშვი. რა ბავშვი? დაინახეთ? ხო, სახლშია. დარწმუნებული ხართ? რა თქმა უნდა, საკუთარი თვალით დავინახე. ექიმი ყავდათ? რა ექიმი? ედას ეკოსკოპია გადაუღეს? ედა ორსულადაა? თქვენ არ მითხარით? არა, მე სახლში დავინახე ბავშვი. სახლში როგორ დაინახავდით ბავშვს? ედა ჯერ ორსულადაა. ვერაფერი გავიგე. მივხვდი. ამ კაცს ჩემი არ ესმის. დიახ, ხვდები. სად არის ბავშვი? დიდი ბავშვია? ძალიან? ხო, დიდი და ფუმფულაა. ეგ როგორ სახლში ბავშვია? ხო, ძალიან დიდი ბავშვია. მართლა? ვერ ვიჯერებ, გავგიჟდები. ეს ბავშვი უკვე დიდია. ერთი წუთით გავბატონებოთ რომ გავგიჟდები. იქნებ წავიდეთ და ერთად ვნახოთ. ნუ ერევი. თავაზობს რომ ედას მოცელი ვნახო? რას ბოდავს ეს კალი? კარგი, მე წყალს მოვიტან. ახლა გამოგიგზავნე მეილს. კარგი. ხილი მოვიტანე და თხილეულიც წამოვიღე. შეჯამე. მეც ვიმუშავებ, საქმე მაქვს. შეგიძლია ბავშვს გაზების გამოშვებაში დაეხმარო? უკაცრავად? არა ვერ გაიგე. სერკან ბოლათმა გაზები უნდა გამოაშვებინოს ბავშვს. არქიტექტორმა სერკან ბოლათმა ბავშვს გაზები უნდა გამოაშვებინოს. სერკან შენ არაფრის გაკეთება არ მოგიწევს, უბრალოდ დაიჭირე და ზურგზე ფრთხილად მოეფერე. და მე რა სიზამს? ისე გულიაერება არა? ბავშვი გამომართვე. არა. მე რატომ და გავაკეთო ყველაფერი? იმიტომ რომ კალი ხარ. არა, შენ გააკეთებ. კარგი, ეს არაფერი შუაშია. უბრალოდ არ ვიცი ეს როგორ ხდება. ამიტომ არ მინდა. დაისწავლე. ედა, მაშინ რატომ წამოიყვანე ბავშვი? მე ხომ არ მინდოდა. ეს შენი სურვილი იყო. ეს ხომ ბავშვია? გამარჯობა. მგონი მშობლების როლში ზედმეტად შეიჯერით. FM. ახალი პროექტის ნახაზები მოგიტანე. ვიფიქრე დაინტერესდებოდი. მადლობა. კარგი, არიტირო პატარა. ედა, ბავშვს მე გამოგართმა. მართლა? არ ნერვიულო. მარდინში იმდენი შვილი შენ უყავს რომ. მადლობა, გადამარჩინე, გამომართვი. ნამდვილი გმირია. კარგი, თუ არაფრის გაკეთება არ არის საჭირო და უბრალოდ უნდა ავიყვანო, მეც გავართმევ თავს. რას გაართმევ თავს? დილიდან ყველაფერს აკეთებ, რომ ბავშვი ხელში არ აიყვანო. ჩემზე გულიაერია და გავიწყდა, მაშინ ხელში ხომ მეჭირა. ნემრამ დარეკა და იწყო უკვე რემონტი. როცა მეთქეს რომ გადასვლა მალე უნდათ, გადავწყვიტე საქმეს პირადად მივხედო. ძალიან კარგი. შეგიძლია სახლშიც ემუშაო 7 გარემოში. მეც დავიწყებდი მუშაობას სერკანი ბავშვის მოლაში რომ მეხმარებოდეს. შემიძლია დაგეხმაროთ. არა. არა, მართლა თუ გინდათ დავრჩები. დამიჯერე, საჭირო არ არის. კარგი? დააბოყინე, გაიგეთ? რა მშვენიერია. ედა. სერკან. ხო, ახლა ნამდვილად დავიღუპეთ. ბავშვს დავაწვენ. ნუ შეეშინებთ. შეგიძლია მაგიდაზე დადო არა ეფე? რა თქმა უნდა. ხომ ვამბობდი ბავშვია მეთქი? ბავშვია. მაგრამ თქვენი არ არის. არა, მამი და ჩვენი შვილი როგორ უნდა იყოს? სერკანი რატომ ქვია? დამთხოვა. შენ დამთხოვების არ გჯერა სერკან. დედა, მაგრამ ახლა სხვა სიტუაცია. ჩემს სახლში ბავშვია. ვერაფერი გავიგე. ჩუმად. თუ სხვა კითხვები არ გაქვთ, ნუ გააღვიძებთ. არა, კიდევ ერთი კითხვა მაქვს, მოდი ჩემთან. მეც მაქვს კითხვები. სერკან წამოდი. მოდი. სერკან, გარეთ გავიდეთ. ედა. ორსულად ხარ? ედა ორსულადაა? არა. შეიძლება. დარწმუნებული ხარ? ხო. არა. როგორ უნდა დარწმუნდე? კითხავ. იმედი მაქვს, ოდეს მე ამ დღეს მოვესწრები. მაგრამ ედასგან არა. მაგრამ სერკანისგან არა. ბავშვი? პატარა ბავშვი. საკითხი დახურულია.
კარგი. ღმერთო ჩემო, რატომ არ მიდიან? არ ვიცი. ცოტა ხნის წინ მზად იყვნენ ერთმანეთი მოეკლათ. მაგრამ ერთმანეთს ძალიან უხდებიან, არა? ასე რატომ გვიყურებენ? მე რა ვიცი. ჩვენზე ლაპარაკობენ? რა სისულელია ძვირფასო? არა, უბრალოდ ფიზიკურად უხდებიან ერთმანეთს, სხვანაირად არა. რა თქმა უნდა, სხვანაირად არა. ღმერთმა დაიფაროს, გამორიცხულია. წავიდნენ. შეგეშინდა პატარა. რაღაცინებს შემოსაყვარელო. გამარჯობა. გამარჯობა. სერკანი და ეფე არ იქნებიან? არა, არ მოვლენ. ჩემს გუნდთან ერთად საბუთები კიდევ ერთხელ გადავამოწმე. ის არ გეყო, რაც წამართვი და ჩემი ძაღლიც გინდა? სელენ, შენი აქციები გაყიდე, რომელიც მე არ მიყიდია და საერთოდ, რა შუაში ამ საქმესთან ჩერგენი? ჯერ არ გავაგრძელოთ. თუ გადახედვა მოგიდებათ, საბუთების ასლები მოვიტანე. ახალი პროექტის შესახებ საბუთებიც მზად არის. ნებართვა მოგცეს. გადაწყვეტილებას მაშინ ვერ შესწრე, როცა მოინდომებ. მართლა? მაგრამ შეიძლება საქორწილო მაგიდიდან ბოლო წუთსადღე არაფერით. მგონი საქმე ძაღლს ნამდვილად არ ეხება, შეიძლება საბუთები ავიღო. ძაღლი არაფერ შუაშია ჯერე. შენ სხვა საქმე არ გაქვს? სულ აქ რატომ ხარ? სელინ გასაგებია, რომ გაბრაზებული ხარ, მაგრამ უფლება არ გაქვს ასე მელაპარაკო. გაბრაზებული ვარ. და ის, რომ შენ დაედა იმ ადგილას ხარ, სადაც ოდესღაც მე ვიყავი, უფრო მაცოფებს. იმის უფლება მაინც მომეცით აგრესიისგან დავიცალო. ეს რა არის? როგორც წესი, შეურაცხყოფაზე ყოველთვის ცემ პასუხს, მაგრამ ახლა მხოლოდ იმიტომ გავჩნდები, რომ სამსახურში ვარ. თუ კიდევ ერთხელ გავიგებ ჩემსა და ედაზე ესეთ საუბარს, საკადრის პასუხს გავცემ. გაითვალისწინე. ბაღისთვის რაღაცები მოვიფიქრე, გინდა გაჩვენო? როდის მოასარე? სანამ ბავშვს ეთამაშებოდი. სანამ მაჩვენებ, არ გინდა რამე რომ ჯამო. არა, არ მშია. ცოტა. სულ ცოტა. კომფორტულად ხარ? ო, ისევ ძველი კომფორტული დივანია. კარგი. კარგი მაჩვენე. შეიძლება ფანქარი ავიღო. მოკლედ, მათ ღირება აქვთ. ამიტომაც ეს დეტალები ძალიან მომწონს. მარჯვენა არ მგონია გამოვიდეს, მაგრამ ალბათ შენიშნო უკანა ეზოსის არეალე. თუ ამ ლამაზ ნაწილს იქ გადავიდათ, შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება ყველაფერი გამოვიდეს. ასე? ახლა ვხვდები ერთ პრობლემას. შეიძლება წყვილმა შენი იდეა ვერ გაიგოს და საჭიროა ცოტა მეტი დეტალი დაამატო.
ხომ იცი რომ ყვავილები ძალიან უყვართ ისევე როგორც შენ კარგი, ყვავილებს დავამატებ. აი ასე ფიქრობ მოეწონებათ შენ რა გენი? მე რაღაც ცვლილებები შევიტანე სახურავზე რაღაც არ მომწონს დახრილი კუთხე და მასადული ჭერი სერგან, მეგონა ბავშვმა გაიღვიძა. არა მგონი თოლის ხმა იყო შეიძლება რაღაც გითხრა რატომ ეხმარებით წყვილს რომელსაც არ იცნობ რატომ მკითხე? რა ვიცი უბრალოდ ამხელა პასუხის მგებლობის აღება როგორც ბავშვის დატოვება ვიცი რომ არ იცი და ჩემი არ გესმის. არა და შენ მესმის უბრალოდ ჩემი აზრით ამ თემაზე უკვე ვილაპარაკეთ. ვიცი რომ ჩემი საქციელები გაღიზიანებს. მგონი ახლა შენ არ გესმის ჩემი მე ასეთი ვარ სერგან. ასეთი ადამიანი ვარ. რატომ გაჩუმდი? მიდი რამე ჭკვიანური მითხარი და გამაჩუმე. არ მინდა მე გავჩვენდები მინდა რომ შენ ვილაპარაკო გინდა რომ მე ვილაპარაკო? შენ რაზე უნდა გელაპარაკო? არ ვიცი იქნებ სათქმელი გაქვს ძალიან ბევრი რამ მაქვს შენთვის სათქმელი ამისთვის ერთი წელიც არ მეყოფა მაგრამ სამწუხაროდ დროს ვერ დაგითმობ. კარგი ერთი რამე მაინც რომ მითხრა არა სერგან. არა არა. ესე იგი არა მე შენთან მოვედი ისეთი როგორიც ვარ. შემიყვარდი როგორიც იყავი. ჩემი გული მოგეცი მაგრამ შენ? მე შენი გულისკენ არ მინდოდა ედა კარგი შენ მითხარი რომ არაფერი უნდა გავარკვიო. მეც იგივეს გეუბნები. თავი დამანებე. ედა გამარჯობა მობრძანდით მადლობა. ჩემი პატარა ლომი ძალიან დიდი მადლობა არც კი ვიცი თქვენი ვალიდან როგორ ამოვიდეთ არ არასამბობთ რამდენიმე თვის მანძილზე პირველად გამოვიძინე და როგორც კი გავიღვიძე სერგანი ძალიან მომენატრა. ხო მართლა ემრემ უკვე იცის ბავშვის შესახებ. უთხარით? გილოცავთ. მადლობა რა რომელი ბავშვის შესახებ იცის ახალი ბავშვის სად არის აქ თქვენში ხო ორსულად ხართ დიახ მეორე შენ გარგად ხარ ანუ შენ კარგად ხარ თქვენ ხართ ორსულად კარგი ყველაფერი გასაგებია ანუ შენ კარგად ხარ და თქვენ ორსულად ბატონო ემრე შეგიძლია გაჩუმდე. კარგად ხარ იმედი მაქვს თქვენც მალე გეყოლებათ ერთად ხართ? არა ერთად არ ვართ. ერთმანეთისთვის არაფერს წარმოადგენთ და ეს არასდროს შეიცვლება. ეს კაცი ჩემი უფროსიც კი არ არის. ანუ ხო რაღაც ასე გამოვიდა ხო მართლა ხო გელოდებით წვეულებაზე მთელ კოლექტივს აუცილებლად მოვალთ კარგი მაშინ ყველამდე კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა. არასაბავთ ძალიან მაგარი ბავშვია ედა ძვირფასო გელოდებით ხო რა თქმა უნდა. მოგწონს ხომ გებრიელია რატომ გაქვს ასეთი სახე რომ არ მოგეწონა არც ისე ამას რატომ ამბობ ეს რესტორანი ხომ გიყვარს დღეს არ მომწონს ენგენ. კარგი რა ამას ვამბობ გებრიელია მოდი ჩემი გასინჯე ნახე რა გააკეთე. ყველას თვალწინ შევწყვი. პირილ ახლა მაინც რა დავაშავე
რა გჭირს? მართლა ვერ ხვდები? რას? ის ასისტენტი კისერზე გეკიდებოდა ენგენ. არა, ალბათ მოგეჩვენა. გოგომ დახმარება მთხოვა, სულ ეგ არის. ანუ მეჩვენება, ანუ გიჟი ვარ და რაღაცეები მეჩვენება, არა? ამის თქმა გინდა? გონია მიზეზი არ მაქვს იმისთვის, რომ რამე მეფიქრა და გამოვიგონე, არა? ჩემო ძვირფასო. თუ გოგონას ლამაზი კაცები მოსწონს, მე გარ მაინტერესებს. ის გოგო ჩემთვის არაფერია. არ გაინტერესებს, არა? ალბათ ამიტომ შეესთავაზა სამსახური. გეყოფა საკმარისია. არაფერი შემეთავაზებია. უბრალოდ ერდემის შეშინება მინდოდა და ასე ამიტომაც თქვი. ამაზე გაბრაზდი? ერდემს გული გაუსკდა. ანუ ერდემის შესაშინებლად მოაწონე თავი ამ გოგოს, არა? ოჯახ. შენს გამო ტანსაცმელიც გავაფუჭე. დესერტს ხომ შეჭამ? ო, შევჭამ. თანაც ბევრს. რანაირი ადამიანი ხარ? ვერ გამიგე. იმიტომ მაქცეოდი მთელი დღე ასე, რომ მოსულად გიგონე? გული გერეოდა და უბრალოდ გული ამერია სერგან. ალბათ მოვიწამლე. არ შეგეძლო გეკითხა. ცადე. ცოტა ხნის წინ ვცდილობდი ამ თემაზე საუბარს. ერთი კითხვა. მხოლოდ ერთი. ერთი კითხვა უნდა დაგესვა და ესეც ვერ შეძელი. შეგეშინდა რომ მამა გახდებოდი? შენ არ მითხარი, შენთვის დრო არ მაქვს. ღმერთო ჩემო, რა ყურადღებიანი ხარ? მოიცადე, ანუ მთელი დღე იმიტომ დამზდები, მაჭმევდი, მასვენებდი, რომ გული მერეოდა? მეგონა მოცრეთ პატარა ბოლად სატარებდია და არა, ორსულად არ ვარ. ნუ გეშინია, ბავშვს არ ველოდები. კარგი დაწნარდი. უბრალოდ გული ამერია, ხანდახან ადამიანებს გული ერევათ. არა, ლეილა მითხრა, რომ სუნზეც რეაქცია გაქვს. ისე აიღეჭვი, რომ მე არაფერი მკითხე? გეკითხა. თუ აპირებდი მეთქი. დამჯერე ვიცი, რომ შენგან მამა არ გამოვა. ბავშვს ვერც კი ეკარები. ვერ ვეკარები? ხო. რა სისულელია? და გავეწყდა, რომ ხელში მეჭირა, როცა გული აერია. და მაშინვე საპერპარაშოში გაიქეცი, დამცინი? მეჭირო, ხო მეჭირა. თანაც იცი რას გეტყვი? პატარა სერქალმა დღეს ჩემი წყალობით არქიტექტურაზე მეორე რამე გაიგო. ბავშვს ვერც კი ეხებოდი. სერქალს შევეხე, ხელშიც ავიყვანე. კარგი რა. მოიცადე, სად მიდიხარ? რა შენი საქმეა? სად მიდიხარ მეთქი? თავი დამანებე. ედა დამშვიდდი. ედა. ნახვამდის. ედა შემაშინე მიდიხარ? მეგონა პატარა სერქანის შემდეგ აღარაფერი შეგეშინდებოდათ. არა, უბრალოდ მოულოდნელი იყო ჩემთვის. მოემზადეთ, ხვალ სიურპრიზს მოგიტანთ. ედა არ არის საჭირო, მართლა. ასეთ რამეს ვერ გთხოვ. შეიძლება თქვენ არა, მაგრამ მე მინდა ამის გაკეთება. ამიტომაც დღესღამე იფიქრეთ. რა შეიძლება გააკეთოთ, რომ სახლში აღარ მოიწყინოთ? ხვალამდე. ამით რისი თქმა უნდოდა? ვინ იცის? ალბათონი ედა სიურპრიზებით არის ავსე. რა კარგი გოგოა. ძალიან მომენატრა მისი სახლში ყოფნა. წამოდით, თორემ გაცივდებით. ბატონო სერგან გისმენთ? ლეილა, კაფე ჩაულობის მანსარდის ნახაზები გამოვაგზავნე. ვალდებით ოფისში წადი. ამობეჭდე. და ჯგუფს გადაეცინ. დიახ, გასაგებია ბატონო სერგან, ღამე მშვიდობის. გოგო, როგორ შეგვაშინე? ხალბატონმა აიფერმა ძლივს დაგვამშვიდა. არაც არ უნდა გავაკეთო, მთელი ქალაქი იგებს ეს როგორ ხდება. ამ ქალაქით დავიღალე, გადასვლა მინდა. საათ? არ ვიცი. იაპონია მომწონს, იქნებ წავიდე. გოგო, ჯერ სამოგზაუროდ წადი და საცხოვრებლად გადასვლაზე მერე იფიქრე. წავიდე, შეეშვი. 3 დღეში მობეზრდება და დაბრუნდება. ძალიან მომენატრა ის დრო ფეხსაცმლის დიზაინერობაზე რომ ვოცნებობდი.
გოგოებო, რაღაც უნდა გითხრათ. სელინი საშინელი ვინმეა? სულ ფერიდთან ერთადაა და ამას ამიტომ ამბობ. მანდახან უცნაურად იქცევა, მაგრამ არც ისეთი ცუდი ადამიანია. იცით რა უთხრა სერქანს ქორწილამდე 2 დღით ადრე? რა უთხრა? შენ ჩემთვის ყოველთვის პირველი იყავი. ზოგჯერ საკუთარ თავზე ზევითაც კი გაყენებდი. ეს რა არის? როცა გავიგე, გული ამერია. მოემზადე და მოდი, კარგი? ალბათ ვერ დაივიწყა. ჩემ ცხოვრებაში რომელ გამოჩენილი ყავი. ცხოვრებას უინტერესოდ გავაგრძელებდი. შენ მაჩვენე რომ სამყაროში კარგი რაღაცები არსებობს. დამარწმუნე რომ გული მაქვს. და თუ ეს ვერავითანე, ეს შენი ბრალი არ არის. რა ხდება, სად გიჩქარებათ? სამსახურმა გაგხვდა ასეთები ქალბატონო აიფერ. იცით იმ დღეს რა დავაფიქსირე? სადილობა 10 წუთში შესაძლებელია, ხო 10 წუთი. აღარ შემიძლია ამდენი მუშაობა. საბრალო. მე ყოველთვის ჭამ როცა მშია. შეგერგოს ჩემო საყვარელო. პიპი. მითხარი რომ მოაგვარე. კარგი რა, როდის იყო რამე არ გამომდიოდა? საოცრება ხარ. ეს რა არის? არაფერი, მამიდა რაღაც პროექტზე მუშაობ და პიპის დახმარება ვთხოვე. Fifi de sağ olsun benim için halletti getirdi. Ne ya? რა არის? კარგი. მოვა თუ არა? როდის მოვა? რა გავაკეთო? როგორ დავხვდე? ყველაფერი უნდა ვიცოდე. ქალბატონო აიდან 1 საათი ამაზე ლაპარაკობთ. თუ გითხარით რომ მოვა, ანუ აუცილებლად მოვა. მოვა? ო, თუ ქალბატონმა აიდან თქვა, ანუ მოვა. ერთ სიტყვასაც არ მათქმევინებ ცუდად ამ გოგოზე, არა? როგორ გამოვიყურები? მითხარი, მიხდება? რამე ოფიციალური ხომ არ უნდა ჩამეცვა, არ ვიცი, იქნებ არ მიხდება.
Kalbatono, შესანიშნავად გამოიყურებით ასე რომ ნერვიულობთ. კარგი, არ ნერვიულობ. ედას დაურეკე. კარგი, თუ დამშვიდდებით, დავურეკავ. მიდი დაურეკე. ვინ გირეკავს? ვინ არის? დააცადე. Kalbatono eda. ბატონო სეიფი. Kalbatono eda გითხულობს, როდის მოხვალთ და რა სიურპრიზი გაქვთ. ვისაუზმებ და მოვა. ქალბატონ აიდანს გადაეცით, რომ დამელოდოს დანარჩენი სიურპრიზია. კარგი. ისაუზმებს და წამოვა. დანარჩენი კი სიურპრიზია. მივხვდი რა უნდა ედას. ჩემი გაგიჟება. აი სიურპრიზიც. არა, მგონი თქვენ გინდათ, ჩემი გაგიჟება. რა თქვი, ვერ გავიგე. ჩაის ხომ დალევმეთქი. დავლევ. ვინ დაგირეკა? არავინ. ისე ხვდები არა? ჩემს საუბარს უსმენ მამიდა. რა სისულელია? უბრალოდ ვერ ხვდები აიდანს რატომ ნახულობ? იმიტომ რომ ქალბატონ აიდანს დავპირდი და ჩემს სიტყვას შევასრულებ, რადგან ვერ ვიტან პირობის დარღვევას. კარგი, მაშინ მეც წამოვალ. ქალბატონ აიდანსაც ნახავ. მამიდა პატარა გოგო აღარ ვარ, ხვდები? არა, პატარა არ ხარ, ძალიან გაიზარდე. ამ სამსახურის გამო ერთი ფეხი ორმოში მოხსლეილა. იმან რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა ძალიან იმოქმედა ჩემზე. მეტი ამბიცია გამიჩნდა. ამიერიდან ვაპირებ კარიერულ კიბაზე მხოლოდ ზევით და ზევით ვიარო. ბატონო ენგინს უფლებას არ მივცემ, სამსახურიდან გამაგდოს. ერდემ არ ვიცი რამდენად შენიშნე, მაგრამ უამრავი საქმე მაქვს და თან ძალიან ვჩქარობ. ბატონის ერქანი კაფეჩოგლუების მასარდის ნახაზებს ელოდება. ყველა მემელოდება. დღეს ხომ ისვენებ, რატომ მოხვედი საერთოდ? იმიტომ რომ ამბიციები გამიჩნდა. თანაც ძალიან დიდი. რა საქმეა? თუ გინდა დაგეხმარები. ყველაფერს უმაღლეს დონეზე გავაკეთებ. იმდენს ვემუშავებ, რომ ქალბატონ ბელის ადგილს ავართმევ. რა კარგ დროს დამირეკეს. ბატონო ენგენ. დიახ, ჩემს ლეპტოპშია, ახლავე გამოგიგზავნით. დიახ, ახლავე ამოვალ. ერდემს როგორც კი თავიდან მოვიშორებ, მაშინვე ემოვალ. კარგი, კარგი. ერდემ გეყოფა თავი დამანებე. უამრავი საქმე მაქვს. ბატონო ენგის უთხარი რაც აღარ გითხარი. შემეშვი ერდემ საქმე მაქვს. ედა, გამარჯობა. ქალბატონო აიპერ მობრძანდით. მადლობა. კეთილი იყოს. გამარჯობა ბატონო სეიფი. დაბრძანდით. ჩაიმზად არის. რადგან ჩაიმზადა, დავსხდეთ. რაღაც მოგიტანეთ. რა? ვირტუალური სათვალეები. დღეს ერთად გავფრინდებით ლონდონში. ხომ გენატრებოდათ? ლონდონში? ჩემი საყვარელი ქალაქია, მაგრამ როგორ? სათვალეს გაიკეთებთ და უკვე ლონდონში ხართ. ახლა ბედნიერებისგან გული გამიჩერდება. ლონდონი ძალიან მენატრება. მამი და შენიც გამოფრინდება? ვირტუალურად არა, მაგრამ სულიერად თქვენთან ვიქნები. მარტო არ დაგტოვებთ და დაგელაპარაკებით. ვინ იცის? იქნებ რამეში დაგჭირდეთ. მას შემდეგ რაც სათვალეს გაიკეთებენ, არ ამგონი ელაპარაკონ. ალბათ ისერინებენ. მართალი ხარ. მანამდე წავიდეთ და ბაღი დავათვალიეროთ. კარგი იდეა, წავიდეთ. თქვენის ნებართვით ბაღში გავივლი. როგორ მინდოდა თქვენი ბაღის ნახვა? რა სილამაზეა საით? აქეთ მობრძანდით. თუ თავს ცუდად იგრძნობთ, ან დაიძაბებით, შეგვიძლია გავჩერდეთ. კარგი? კარგი. ცუდად არ გავხდები.
ედა, ნახე საათი. ლონდონის ყველა წერტილიდან ჩანს. როგორ მენატრება ეს ქალაქი? ამას ხედავ? არ გინდა ოქსფორდის რაიონში წავიდეთ საყიდლებზე? კარგი, წავიდეთ. მაგრამ ამჯერად ყველაფერს მე ავარჩევ, თქვენ ხელს ვერ შემიშლით. რაც გინდა ის იყიდე. ნახე, ამ კაფეს ხედავ? აქ აკეთება ყველაზე გემრიელ დესერტებს ლონდონში. ლონდონში ვარ. დიდ მოედანზე გავდივარ. ხალხს ხედავ. რა სილამაზეა. ლონდონში არასდროს ყოფილი ვარ. სერგანმა ლონდონი 5 თითივით იცის. დარწმუნებული ვარ წაგიყვანს. ედა, ნახე. ედა. ქალბატონო აიდან. ქალბატონო აიდან. ერთი სიტყვის მოსმენაც არ მინდა თქვენს ვაჟზე. ძალიან გთხოვთ, მისი სახელიც კი არ მიხსენოთ, ხომ დამპირდით? კარგი, მაპატიე, ბოდიში წამომწდა. არ გინდა ლონდონში დავბრუნდეთ? კარგი, მიდი. ნახე, მარცხნივ გაიხედე, რა სილამაზეა. რა შესანიშნავი არქიტექტურაა. მთელ ისტორიას გადმოცემს. მარჯვნივ გაიხედე. აქეთ ინგლისელების საყვარელი ბრენდებია. ვერ ვიჯერებ, რომ აქ ვარ. მართლა ვერ ვიჯერებ. ახლა ბედნიერებისგან გული გამიჩერდება. იმედი მაქვს, ოდესმე წავალ. სენდვიჩებს ვიყიდი და პიკნიკზე წავიდოდი. რა პიკნიკი? საოცარ რესტორანში წაგიყვან. სადაც მხოლოდ IP კლიენტები დადიან და გლამურული გარემოა. მართალია, ეს ხომ თქვენი ტურია? ედა. ეს ყველაზე კარგი საჩუქარია, რაც ბოლო 20 წლის მანძილზე მივიღე. დიდი მადლობა, ძვირფასო. მე დაგპირდით, რომ ყოველთვის ჩაკიდებდით ხელს, როცა მოგინდებოდათ. ჩვენ ილდიზები პირობას ყოველთვის ასრულებთ, ქალბატონო აიდან. მადლობა. ჩემი საყვარელი ლონდონი.